მოგესალმებით ყველას, მოდით მოვამზადოთ უგემრიელესი ბორში პამპუშკებთან ერთად. ყველა ოჯახში ამზადებენ თავისებურ ბორში. დღეს კი გიზიარებთ ჩემს ოჯახში როგორი ტრადიციული ბორში გვიყვარს. სანამ ბორშის ამზადეს დავიწყებ, გეტყვით რომ პროდუქტები მოვიმარგე ორ ნაბიჯში. პირველ რიგში ვიწყებ საქონლის ხორცის დამუშავებას. სასურველია საქონლის ხორცი იყოს ძვლიანი. ხორცი აუცილებელია გაერეცხოს, მოვათასოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და დავდგოთ დაბალ ცეცხლზე. მივიყვანოთ ადუღებამდე. პირველი ნახარში წყალი გადავღვაროთ ხორცი, გავარეცხოთ ისევე და მოვათასოთ ქვაბში. დავასხათ წყალი და მოვხარშოთ მზაობამდე. ამასობაში კი რაც კი ბოსტნეულობა დაგვჭირდება, გავასუფთავოთ და გავარეცხოთ. დავჭრათ შემდგომში სასურველ ნაჭრებად. სასურველია ხახუ და ბულგარული ციცაკა დაიჭრას ერთნაირი ზომის კუბებად. კომბოსტოს მოვაშოროთ პირველი ორი ფოთოლი. გავყოთ კომბოსტო რამოდენიმე ნაწილად. შემდგომში კი დავჭრათ სასურველ ნაჭრებად. დაჭრილი კომბოსტო დროებით გადავდოთ. ასევე დავჭრათ კუბებად კარტოფილი. სხულს სახეზე გავხეხოთ როგორც სტაფილო, ასევე ჭარხალი. კამა დაუხრახუში კი დავჭრათ წვრილად. ამასობაში კი საქონლის ხორცის მოიხარშა. გადმოვიტანოთ ცალკე თაში. ბულიონი აუცილებლად გავწუროთ საწურში და დროებით გადავდოთ. გაცხელებულ ტაფაზე მოვათასოთ კარაქი და ზეითუნის ზეთი, დავუმატოთ ხახვი და ბულგარული წიწაკა. მოშუშოთ დაბალ ცეცხლზე, დავუმატოთ სტაფილო და ჭარხალი. გადავუროთ ყველაფერი კარგად. დავუმატოთ ტომატ პასტა და დაღერღილი წიწაკა. მოვთუშოთ 5 წუთის განმავლობაში და დროებით გადავდოთ. ამასობაში კარტოფილს დავუმატოთ საქონლის ბულიონი, დავუმატოთ დაფნის ფოთოლი და მოვხარშოთ. მოხარშულ კარტოფილს დავუმატოთ საქონლის ხორცი, დავუმატოთ კომბოსტო, სტაფილო და ჭარხალი. თუ კი სითხე აკლია, აუცილებლად დავასხათ მდუღარე წყალი. როდესაც ქვაბში ბოსტნეულობა წამოდუღდება, დავუმატოთ მოთუშული ჭარხალი. გადავურიოთ ყველაფერი კარგად და მივიყვანოთ ადუღებამდე. საბოლოოდ დავუმატოთ დაჭრილი მწვანილები, ნიორი, ძმარი და მარილი. ისევე ყველაფერი კარგად გემრიელად გადავურიოთ. ბორში უკვე მზად არის, მაგრამ ბორშთან მისაყოლებლად აუცილებლად მოვამზადოთ პამპუშკები. ამისათვის კი დაგვჭირდება უმაღლესი ხარისხის ფქვილი. დავუმატოთ შაქარი, მარილი და შრალი საფუარი. ასევე დაგვჭირდება კვერცხი და თბილი რძე. დავუმატოთ ყველაფერი კარგად, გადავურიოთ და დავუმატოთ ოთახის ტემპერატურის კარაქი. მოვზილოთ 5 წუთის განმავლობაში. მაგიდა აუცილებლად დავფქვილოთ და მოვათავსოთ ცომი. შევაზილოთ მთლიანად ფქვილი. მიღებულ ცომში დავუმატოთ ზეითუნის ზეთი და შევაზილოთ აუცილებლად კარგად. მზად ცომი მოვათასოთ თაში და ვაფუოთ 1 საათის განმავლობაში. შემდგომში კი ჩავზილოთ. გადმოვიტანოთ სამუშაო მაგიდაზე და გავყოთ ცომი 90 გრამიან გუნდებად. ყოველი ცომის გუნდა მოვაგუნდაოთ, მოვათასოთ ლანგარში, რომელიც იქნება წინასწარ დაცხემული. გადავაკრათ ჩაის დილო და ვაფუოთ 1 საათის განმავლობაში. გამოვაცხოთ წინასწარ გაცხელებულ ღუმაში 180 გრადუსზე 25 წუთი. ამასობაში კამას დავუმატოთ ნიორი, მარილი და ზეითუნის ზეთი. გადავურიოთ ყველაფერი კარგად. გამომცხვარ პამპუშკებს ზედაპირზე წავუსვათ აუცილებლად. საბოლოოდ კი ესეთი არაჩვეულებრივი უგემრიელესი ბორში გამოგვივიდა, რომელიც უნდა მივერთოთ არა ჟანთან ერთად და პამპუშკებთან ერთად. აუცილებლად სადეთ არინანებთ, ნამდვილად გემრიელია.